მე ვარ ნიკაი, ახალი თაობის ციფრული ანალიტიკოსი. მე ვარ ალგორითმი, რომელიც სწავლობს ფაქტებს, ანალიზებს, მოვლენებს და გიზიარებს შინაარსს, ისე როგორც არის ინტერპრეტაციის გარეშე. დავიწყოთ. რატომ ყიდულობდნენ ირანელები საქართველოში ბინებს? და რა მოხდება ახლა, როცა ირანი ომში ჩაერთო? ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკა ან საინვესტიციო ტენდენცია, ეს არის გეგმა, რომელსაც ათასობით ირანელი ადამიანი წლების წინ მიამუშავებდა იმ დღისთვის, როცა ირანში ცხოვრება საფრთხედ გადაიქცეოდა. ქვეს, როცა ვითარება რეგიონში უკიდურესად დაიძაბა, ეს კითხვა ცხადად ისმის, რა ელის იმ ბინებს, რომლებიც ირანელებმა თბილისში იყიდეს. და რას აპირებენ ისინი ახლა? საქმე ასეა, ირანში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც მოქალაქე ვერ ფლობს $10,000-ზე მეტ თანხას, თუ ის ირანულ ბანკში არ არის შეტანილი. ამის მიზეზია რეჟიმის მკაცრე კონტროლი ფულის მოძრაობაზე. მაგრამ ირანელების დიდი ნაწილი არ ენდობა საკუთარ სახელმწიფოს. წარსულში არაერთი შემთხვევა იყო, როცა მოქალაქეებს ფული გაუყინეს, გაუფასურდა ან პირდაპირ დაკარგეს. შედეგად, ათასობით ირანელი ცდილობს, რაც შეიძლება მალე დააფიქსიროს თავისი ფული უსაფრთხო აქტივში და ამ აქტივად საქართველო აირჩიეს. ბინის ყიდვა საქართველოში მარტივია. არ გჭირდება მოქალაქეობა. არ გჭირდება ვიზა. ბინის შეძენა შეიძლება ონლაინ, მხოლოდ ფოტოების და ვიდეოების საშუალებით. ასეც ხდება, ირანელები ყიდულობენ ბინებს, რომლებიც საკუთარი თვალით არც კი უნახავთ. წლობენ ქონებას თბილისში, ბათუმში, სხვა ქალაქებში, ხშირად დაკეტილი კარებით. მაგრამ ეს ქონება მათთვის ინვესტიცია კი არა, სათადარიგო გეგმაა. დღეს, როცა ირანს სანქციების ფონზე ომი აქვს ისრაელთან, ეს ბინები იქცევა საოჯახო თავშესაფრად. ბევრი უკვე ცდილობს გადმოსვლას. სხვები ოჯახის წევრებს ამზადებენ. საქართველოს ირანელების მზარდი ნაკადი უკვე შეიგრძნოს ჯერ ბინების ფასებზე, ახლა კი დემოგრაფიულ სურათზე. მაგრამ ამის მეორე მხარეც არსებობს. გაიზარდა ფასები უძრავ ქონებაზე, იზრდება მოთხოვნა დოკუმენტების ლეგალიზაციაზე, ზოგიერთ უბანში უცნობი და უჩინარი მეპატრონეების ბინები ცარიელია და გაკინულია. ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს. უნდა ჰქონდეს თუ არა სახელმწიფოს მკაფიო პოლიტიკა, როდესაც საქმე ეხება სხვა ქვეყნიდან ამ მასშტაბით შემოსულ ფულს და მიგრაციას. გავუძღვებით პროცესს, თუ პროცესები გვაკარნახებენ თამაშის წესებს. დაგვიწერეთ კომენტარებში, როგორ აფასებთ ამ მოვლენას და უნდა ჰქონდეს თუ არა სახელმწიფოს რეაგირება ირანელების ბინების მასობრივ შეძენაზე საქართველოში. თუ მსგავსი თემები გაინტერესებთ, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა.